რაც ყველაზე მეტად მაწუხებს, მე ვიცი აქ რამოდენიმე სოფელია, სადაც ეხლა მალე ზამთარი რომ მოვა და თოვლი ჩამოყრის, 7 კილომეტრი ბავშვებმა ფეხით უნდა იარონ, მეს მახსოვს, სადაც არ არის გზა და არ არის ტრანსპორტი. წყალი რო არ არის ბევრგან, ესეც პრობლემა. ანუ ჩემი პირდაპირ, ასე ვთქვათ, არ ვიცით ხოლმე დავალება როგორც გნებავთ, აი ბატონ ქამგებელს მიმართავ. ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა. 7 წლის ბავშვმა ფეხით არ უნდა იაროს სკოლაში 21 საუკუნეში. და მე იმ პატარებს შევყვირდი, როცა ხვდებოდი ამ ბავშვებს, როცა ისინი შეხვედრებზე მოდიოდნენ, რომ გამოვყოფთ იმ ტრანსპორტს, რომელიც მათ სკოლამდე მიიყვანს და ასევე სახლში დააბრუნეს. დასაქმება. მინდა აუცილებლად შევეხო დასაქმებას. მოგეხსენებათ, ჩვენ გავიმარჯვეთ, ჩემო ძვირფასებო და უმრავლესობით მოვედით პარლამენტში, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ხელაღებით სადაც შევალთ, რომელ სტრუქტურაშიც ხალხი გავათავისუფლოთ, ეს არ შეიძლება და პირიქით ბატონმა ბიძინამ ბრძანა თავის დროზე, რომ ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლა არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ პოლიტიკურ რევანშს გავახორციელებთ, ან ხალხს, ვინც პატიოსნად მუშაობს და თავის ადგილზე თავის საქმეს აკეთებს, მას სახში გაუშვებთ. ეს არ შეიძლება. პარლამენტში ჩვენ უამრავი ადამიანი დახვდა, ვინც მუშაობს, თბილისიდან ჩამოვიდა, 2-3 თვე უკვე ფინანს ხირაობენ, საკმაოდ მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალები, ცხადია, ჩვენ ადამიანებს სახში ვერ გაუშვებთ და ვერ ვეტყვით, რომ შენ წადი, რადგან მუშაობდი ძველი ხელისუფლების დროს, იმიტომ რომ ჩვენ დავემგვანებით სააკაშვილს. გარკვეული პასუხისმგებლობა გაგვაჩნია რაიონის მოსახლეობის წინაშე. მე მინდა ერთი რამ ურჩიო ბატონ ვანოს, ის რომ რაიონის ბიუჯეტი უნდა იყოს ხელმისაწვდომი მთელი რაიონისათვის. უნდა იყოს ნებისმიერი მოსახლისათვის ხელმისაწვდომი, ეს მინდა რჩევის სახით ურჩიო, ვინაიდან ბოლო 8 წლის განმავლობაში გასაიდუმლებული იყო ყველაფერი. თქმა უნდა, ჩემთვის მნიშვნელოვანია საჩხერე რამოდენიმე მიზეზის გამო და ერთ-ერთი მთავარი მიზეზის გამო მნიშვნელოვანი არის ის, რომ ეს არის ჩემი თავრობის, ჩემი პოლიტიკური ბლოკის ლიდერის სამშობლო, სადაც ამ ადამიანმა აჩვენა თუ როგორ შეიძლება ჯანდაცვის, სოციალური პროგრამების, ინფრასტრუქტურული პროგრამების რეალიზაციით ადამიანებს ყოფითი ცხოვრება შეუმსუბუქო. ამიტომაც საჩხერე იქცა საჩვენებელ მაგალითად ქართული ოცნების ერთ-ერთ მთავარ გამოხატულებად და ორიენტირად ქართული საზოგადოებისა. თუმცა მიუხედავად ამისა, ჩვენ კიდევ უფრო მეტისკენ უნდა მივისწრაფოთ, ვიდრე საჩხერეა და უნდა მივისწრაფოთ იმისკენ, რომ მთელი საქართველო იყოს საჩხერეს და საჩხერესთან ერთად კიდევ უფრო ლამაზი. შეხვედრები არ შეწყვეტა გაგრძელდება მომავალში ხალხის პრობლემები, ხალხის ტკივილი, ყველაფერი მაქსიმალურად ეწევა. არ ვიცი ნაცნობრობას რა პრეტენზიები, ჩვენ გვაქვს მათ ამ პრეტენზიები, აი ეს პრობლემები რაც არის როგორც ამ რაიონში, ისე მთელ ქვეყანაში, სწორედ მათი არასწორი საქმიანობით, მათი სამართალდარღვევებით, არასწორი პოლიტიკით არის განპირობებული, როცა ამდენი უმუშევარი, ამდენი დაუსაქმებელი, ამდენად სოციალურად დაუცველი ადამიანი, რომელიც დღეს აქ რა თქმა უნდა ითხოვს შესაბამისად სამუშაო ადგილსაც, დახმარებასაც და თხოვს მაჟორიტარ დეპუტატს, რომელსაც ასე ვთქვათ, საკანონმდებლო საქმიანობა ევალება და ამ შემთხვევაში სოციალური პრობლემების მოგვარება არ არის ესე მარტივი საქმე, ხო და მთლიანად უკავშირდება ბიუჯეტს და მთელ სახელმწიფო პროგრამებს და ასე შემდეგ. ამას რა თქმა უნდა დრო ჭირდება და რა თქმა უნდა ვალდებული ვართ ეს პრობლემები მოვაგვაროთ, მაგრამ გაუგებარია რა პრეტენზიები აქვს, თორსა პირიქით მათი არასწორი საქმიანობის დღეს საჩხერეში, სადაც ამ ხელაქველმოქმედებას ბატონ ბიძინაევანიშვილს და ამ ხელაქველმოქმედებას ეწევა და ფაქტობრივად ადამიანების სოციალური პრობლემები ამ მხრივ მოგვარებული იყო. მიუხედავად ამისა, დღეს ნახეთ მთელი კულტურის სახლი, სავსე ეს არის აქტივი მართალია, მაგრამ ამ აქტივს ძალიან ბევრი პრობლემა აქვს და ესენი ითხოვენ შემწეობასაც, დახმარებასაც, სამუშაო ადგილსაც და ბუნებრივია პრობლემები ძალიან ბევრია და სამუშაო ძალიან ბევრია. როგორც მაჟორიტარს პრაქტიკულად მომიწევს საკმაოდ სერიოზულად მუშაობა.